რასაც ამბობს ნეო, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფრისგან დაცლილი ვართ, ჩვენი რწმენის მიღმა. ცხოვრობთ მარტო მორალური დოქტრინით, რომელიც წელა მისაღებია მისთვის სასახად აღნიშნა, რომ მორალური დოქტრინა მისთვის მისაღებია და მორჩა და გათავთ. არ არსებობს არანაირი სტრუქტურა, აბსოლუტურად. ქრისტეა მხოლოდ ეკლესიის თავი, დანარჩენი ქრისტეს ეკლესიის წევრები არიან უბრალოდ გაგრძელება ამ ქრისტეს შიგნით არის აბსოლუტური ანარქია. აბსოლუტური წყობა არ არის მაშინ. ხო და ეს წყობა რას აკეთებს? ერთი წუთით რას აკეთებს და ერთობას კრავს ქრისტეს სახელით. მაგრამ სადაც არ არის ერთობა და ჯაჭვი, ის ვერ კრავს მილიონობით და მილიარდობით ადამიანს. ანუ მე მაგ ერთობას, აი სხვათა შორის მე მაღაზია აი მაგალითად გავიხსენებთ 1054 წელს, ან დავუშვათ მე-7 საეკლესიო კრებას 787 წელი, ვინც წმინდა ხატებთან თავი არ დახაროს და არ აკოცოს, ყველა წეულინც იყოს. აი მე ახლა კითხვა მაქვს, აი გულწრფელი კითხვა. ვინ უნდა შემოიკრიბოთ სხეულში, როდესაც ეკლესიას, რასაც თქვენი ძახით, გადარჩენის წინაპირობად გაქვთ დაწესებული ფიზიკური საგნები, ხე, ტილო, ზაღებავი რაღაც, რაც საერთოდ მოციქულებს საერთოდ არ დაღუპულან ისინი საწყლები. ხე, ტილო და საღებავი რომ არ უნდა ყოფილიყო გადარჩენის წინაპირობად და ამას რომ ეწინააღმდეგებოდნენ თავიდან და ასე რომ გაიგეს, იმიტომ გაჩნდა ხატმებრძოლეობა და რატო იცით? მრევლმა დაიწყო თვითონ ხეს, ტილოს, საღებავის თაყვანისცემა. მაშინ როდესაც ეკლესიამ ხატის მიმართ შექმნა გამოხატა პოზიცია, რომ ეს არის სარკმელი, მასზე გამოსახულ პირს, მაცხოვარი იქნება თუ წმინდანი თუ ღვთისმშობელი, ამის შემდეგ საზახად და გარკვევით ითქვა, რომ საღებავის, ფიცრის და ტილოს თაყვანისცემაში არაა საქმე, ზედ გამოსახული პირის თაყვანისცემაშია საქმე. როდესაც ჩვენ ღვთით გადარჩენის აუცილებელ პრეკონდიციად ვაქცევთ, აუცილებელ პრეკონდიციად ვაქცევთ ფიზიკურ საგანს და წყევლით, ანუ ანათემას გადავცემთ, ვინც ამას არის ამს, ჩემი აზრით ვერავის ვერ შემოიკრიბავთ, ასე, ანუ ვინც არ უნდა შემოიკრიბავთ, აი ჩემი აზრით ქრისტევილსაც ეუბნება, რომ მოდი ასე ვქნა, თუ ამბობთ ვერავის ვერ შემოიკრიბავთ. კი, აი ფარისევლებს რომ თქვენ თავსაც იღუპავთ და სხვა. ამბობთ რომ ვერავის ვერ შემოიკრიბავთ. ფაქტს არ ყოფთ ამით. კი, მაგრამ ფარისევლების ბევრი იყვნენ და მოციქულები ცოტა იყვნენ. ფაქტს არ ყოფთ ამით, კაცო. რომელ ფაქტს? იმ ფაქტს რომ მართლმადიდებელი ეკლესია მოიცავს 300 მილიონ ადამიანს